დღეს ჩვენ ვიღებთ ურეკავდავაღნების პირველ ეპიზოდს. ანუ ახლა ისინი მოკლედ წესით თუ რაში გამოიყენება ურეკავდავაღნების პირველ ეპიზოდს, თუ მოგიწევთ ეს ფორმატი 20 ლაიქზე, გადავიღებთ მეორე ეპიზოდს, ამიტომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწევთ ახლა და დააკომენტარეთ, რა ჩანდი გადავიღოთ, რა გადავიღო შემდეგში. ეს არის ჩემი YouTube-აზე მეორე ვიდეო და მოდი ახლა ისიც წესით მოკლედ აქ არის ვის ურეკავთ და აქ არის რა დავალება შევასრულოთ, როდესაც ამ ადამიანს დავურეკავთ. ახლა მას ასადამე მოდი დავიწყოთ და ნენელა მივხვდით ამოღებით ფორმატში აი აქ ამოვიღეთ, აი ამას ამოვიღეთ, გავხსნი. და აქ ბევრი თემა. ურეკავს რომ მაღაზიას და უნდა გამოიყენოს სიტყვა დათვი, გველი და გველძაღლა და აქეთ ახლა ნახეთ როგორ უნდა გამოვიხსნათ აი ეს. ხო და აქ არის ილაპარაკე მეგრული აქცენტით. ანუ უნდა დავურეკოს რომ მაღაზიას, მე დავურეკო დათვი, გველი და გველძაღლა და უნდა ვილაპარაკო მეგრული ენით. მოდი მას ასადამე დავურეკოთ. გამარჯობა ზო მაღაზიას ვესაუბრები? ისა რა ქვია, ძაღლი მყავს, დათვი და ისა მინდა, ყესაბამი მინდა სახელი და გვარით. და რა დაგვიждდება დათვითაა, დათვით. გოგოსია? დიახ, გოგო. არა, გოგოა, ოღონდ დათვითაა. ხო, დიდია და ისა ქვია, გველივით დადის და რამეძი რეშოა. ხო, რა დაგვიждდება ნახე რა. დიდი ხო, ახლა არის ნახე რა, მაგიდიასი. კაი მოშნია ხო მორგება დიდია ძალიან ხო? ხო, რა ვიცი, იმენა გველძაღლა. ხო, გველძაღლა. გველძაღლა იმენა ნევრები გამიწამა. და საჭმელები კაიგა პედიგრები. რა დამიждდება 1.5? 1.5 რა დამიждდება? კარგი ხო. დაგიკავშირდებით მე ახლა ხო დღეს და თუ რამე ქუთსად ხარ, თქვენ ქუთაისში ხართ? დიახ, რა ნომერზე მოვიდე თუ რამე? კარგი, დაგირეკავთ რომელზე იკეტებით დღეს? 10-ზე, 10-მდე მოვალ რაჯენა და ვილაპარაკოთ. ხო, მოვალ და ნახავ კეთსაბამსაც. ხო, საჭმელები რა როიცოდე. კი. ყველაზე დაბალი, თუმრის ფაქტ, როგორ 60-ლიანი წევა და მიდის 240 ლარიანი. კაი, მოვალ და ნახავ ადგილზე, ნახავ ხო? კი, გერაცვალე, ადგილზე უკეთესად აგეცა. შეიძლება თალის დანახო, ეს საყელო. კი, თვალ. კი. ხო, მოვალ და ნახავ დღეს ხო? კაი ხო. და ნახავდის. იმენა გველძაღლა. ესეც ასე შევასრულე პირველი დალაპარაკება. დავაფლიე ცოტა ზო მაღაზიის ისა. ახლა კი გადავიდეთ მეორეზე ეს დავუწოდე აი. თვი. ამოვიღოთ მეორე არის ყველაფერი უთხარი მუსიკით. ხო ის ყველაფერი უთხარი მუსიკით და მეორე ისა ქვია ამოვიღოთ თემა ვის ურეკავთ ყველაფერი უნდა უთხარ მუსიკით და ურეკავთ რომელიმე სილამაზის სალოს. ყველაფერი უნდა უთხარ რეპით ან მუსიკით და ურეკავთ სილამაზის სალოს. მაშა სადამე დავურეკოთ სილამაზის სალონში. სილამაზის სალონში ურეკავ? ჩემ შეყვარებულს უნდა ჩხილების გაკეთება. ჩემ შეყვარებულს უნდა ჩხილების გაკეთება. გესმით ჩემი ხმა? გამიდიშა? სხვას დაურეკავ? სილამაზის სალონი მე თუ 4 სილამაზის სალონი აგვიპასუხა და მე დავაც სილამაზის სალონის იდეა მოსგანა. და მოდი ახლა მოვიღოთ შემდეგი თემა. შემდეგი თემა არის დაურეკე მანქანის ხედავსანს დაუთხარი მანქანა თხ ხმას აკეთებს და რისი ბრალი. და უნდა გამოვიყენოთ სიტყვა ხმა, სირბილი და ურითხ. ხმა, სირბილი და ეს და აი ქარის უნდა
ველაპარაკოთ. გამოეცი უცნაური ხმები ბაყის და კატის ან ძაღლის ხმა. მოგეთ დავრეკოთ მანქანის ხელოსანთან. მანქანის ხელოსანს ვესაუბრები? ამდენი მანქანა ჩემი მანქანა გამოცეს ანარი ხმა თრთრთრთრთროლა ისი ბრალიშილება იყოს ან სათხათ რომ მოგიყვანოთ. ანუ როდის ანუ ხვალ იქნებით? დიახ და დიახ მე მგონი მაგის ბრალია მასე მითხენ და ისა ხო რა უფ აი ძაღლი იყო ჩემი აი ისა რა ქვია ხო და მაგნარის ხმას გამოცემს რა და მოვიყვანო ხო თქვენთან რომელზე მოვიდე დაახლოებით თუ იმას თქვა რომელზე მოვიდე დილას დიახ კარგი ისა რა ქვია ანუ ყველაფერი იმას იქნება და რა დამიждდება მაგ ყველაფერი ხო გამოსვამი და ყუმბარებს კაი მოვალ 9 საათი მაგრამ სათხად მისამართლე მითხრათ თქვენ ქუთაისში კარგი უფ ხო კარგი ნახავთ კარგი აი ასე მორჩა ეს ყველაფერი აი ესეც მოზგანა და მოდი შემდეგი თემა მოვიღოთ შემდეგი არის აგაჩინეთ შემდეგი დაურეკე საშაუმეს და სიტყვა ლეპტოპი ღორი პინგვინი და რომ დაასრულებ წინადადებას უპასუხე რამე უცნაური წამოყვება რომ დაასრულებ წინადადებას წამოვიყვება რაღაცა უცნაური რა მაშას ადამე დავრეკოთ საშაუმეში გამარჯობა შაუმაში ვეკავ აი ეს რა ქვია შაუმი შეკვეთავი და დიდი და რაღის დიახ ხო პინგვინი რამდენი ღირს აჰა გასაგებია კარგია ისა რა ქვია ლეპტოპი შაურმა თუ რა შაურმაა ლეპტოპი შაურმა თუ რა შაურმაა არა ბოდიშ თქვენ არ გეუბნებით ჩემი შალო მოგესწავთ ისა რა ქვია 15 ლარი ის ხო და უტიტაკო მინდა უტიტაკო უტიტაკო მინდა ჯერე და მე ვეთქვით მისამართ ხო და ღორი და ვირთხა და თავი და ავიჯო მისამართი თბილისში მინდა შაურმა გამიდი შემისე აი ესე შაურმაც დავაგეთე ყველას გამოვიყენე ღორიც გამოვიყენე პინგვინის ლეპტოპი ყველაფერი იყო ეს მოვისწავლოთ და მოდი შემდეგი ამოვიღოთ შეიძლება რა გამქანა უშავთ შემდეგი სიტყვა არის ეს სიტუაცია დაურეკე ტელეფონის აქსესუარებს და უთხარი ვაქირავებ кейსებს 1 საათი 5 ლარი სიტყვა ბანანი ვაშლი ბანანი და ვაშლი მოვიყენო და ერთი მინდა დავურეკო кейსებს აქსესუარებს და აი ამოვიღოთ ვინდომ ესაუბრე სიტყვების გამეორებით. გარკვეულმა დავურეკო ტელეფონის აქსესუარებში მოვესწრებო სიტყვების გამოყენებით და სიტყვა მაგ ბანანი და ვაშლი და უთხრა кейს ვაქირავებ 1 საათი 5 ლარი. მოდი დავურეკოთ кейსების მაგალითი. გამარჯობა ტელეფონის აქსესუარებში რეკავ? ტელეფონის აქსესუარებში რეკავ кейსების შესახებ მაინტერესებს რაღაც. უკაცრავად ერთი წამი. აი დაგერეზე პრობლემა არა მაქვს. დიახ. ის მიჩემი ხმა? ხო, ეხლა კი. ტელეფონის кейსების აქსესუარებზე რეკავ. кейსებს ვაქირავებ 1 საათი 5 ლარიების. გამიჩი შეხან მოგირეკავ. მოგთავაზე. გამარჯობა ტელეფონის აქსესუარებში რეკავ? დიახ გამარჯობა
ის რა ქვია, ბანანი ეს кейსები შემოტანა თუ შეიძლება თქვენ მაღაზიაში. რომელი მაღაზიიდან და კომპანიები კავშირდებით? გიკავშირდებით თემუდან ჩამოტანი კომპანია. 1 საათი ვაქირავთ кейს 1 საათი 5 ლარი. ვაშლი. შეგიძლიათ ამ ნომერზე ჩამიგდოთ რა ვარიანტები გაქვთ? დიახ. და ნუ გატყობთ გაქირავება 1 საათი кейსის გაქირავება 5 ლარი. არა, მსგავსი არაფერი. კარგით. ანუ და უბრალოდ რომ მოვყიდოთ. გატყობთ. WhatsApp-ზე. კარგით, ჩაგიგდეთ ოდნავ ისიგებზე. კარგით, ნახონდის. აი ასე მორჩა, მოდიას, თავიდანვე. და მოვიხოთ შემდეგი. ახლა არის ერთადერთი და უძლური ყველაფერი და ეს არის დაურეგეს სასტუმრო და დაჯაფე. გამოიყენეს სიტყვა მარილი, გოგო და ბილი ლოგინი. აქეთ ის ჩავარდეთ აი ეს. კაი ხა, ლაპარაკი ბავშვი. კაი დავიღოთ სასტუმროში. გამარჯობა, ბაი, სარაფია, სასტუმრო დაჯავშნა მინდა. ბილი ლოგინი გავთ, გოგო მყავს წამოსაყვანი. სასტუმრო დაჯავშნა მინდა ზეგისთვის. აი გამოვედი. ზეგი გნებავთ? დიახ, ბილი ლოგინია, გოგო მყავს წამოსაყვანი და მარილია მოსაყრდენოვი თუ რამე პრობლემა არ არის. ანუ ბილი ლოგინი გავთ, გოგო მყავს წამოსაყვანი. მე ვცხოვრობ კახეთში და კახეთი ხო, კახეთელავი არა, კახეთი კერძოდ საგარეჯო. ხო, არა, ჩვენ არ ვიღებთ ესეთ ვარიანტში, ჩვენ ოჯახური სასტუმროა. მე მინდა თუ 3 დღე მინდა თუ პრობლემა არა. აი ხო, გოგო მყავს წამოსაყვანი რა ვიცი რა საუბარი არის ეს ვერ ხვდები, სასტუმრო გნებავთ, ხო? მარილი უნდა მოვაყარო კიდო. შეგეშალა მისამართი სადრეკავ. მაშინ სასტუმროს ნომერი მითხარით თუ რამე პრობლემა არ არის. სასტუმროში რეკავთ კი ბატონო და გისმენთ, გნებავთ ნომერი, ხო, 2 კაციანი. დიახ, 3 დღიანზე. 3 ღამით გნებავთ სასტუმრო, ხო? დიახ. და იყოს 2 საწოლიანი იდგას ოთახში. ეხლა ვნახავ, აბა, ანუ ხვალიდან გინდათ, ხო? დიახ, ფოტოები თუ ჩამიგდეთ ამ ნომერზე, კაცისგან. არა, ფოტოებს ვერ ჩაგიგდებთ, იმიტომ რომ სასტუმრო პოლიგლოტი რო ჩაწეროთ, აუცილებლად იქ არის ყველანაირი ფოტო და ესეც ისევ მიწეკავს ყველა ფოტოები უფრო მაგარი, რომ ნამდვილად არ ნახავთ. კარგით, მაშინ ჩავწერ და დაგიკავშირდებით. კარგი. მარილის დაპირისპირებას ხმობთ. კარგი. ესეც ასე ამანდევა ქავარ, ვისროლოთ. ბუკო და ნახოთ დამიშალე შევშენო და მეორე ეპიზოდით დაიდობა. უცაიზით ვავართ. აქ არის დაურეკე. ხა დაურეკე მანქანების გამყეობებს და უთხარი გოჩი მყავს გადასაყვანი გამოიყენეს სიტყვა ტარაკანა, ღორი და გიში. ყველა სიტყვის მერე გამოიყენეს სიტყვა სიმონ. კარგი, მოდი დავიღოთ მანქანის გაქირავებას. გამარჯობათ სიმონ, მანქანის გაქირავებაში ვეკავ? მანქანის გაქირავება მინდა. ისა გიჟია გეგონოთ, გოჭი მყავს გადასაყვანი და თქვენ მანქანით შესაძლებელი ნომერი მომცენ. გიჟია გეგონოთ, ისა რა ქვია. თქვენი ნომერი მომცენ, სიმონ, ისა რა ქვია, სიმონ. გოჭი მყავს გადასაყვანი სიმონ. და ტარაკანა და რაღაცეები და რა ვიცი და კიდო ხო გიჟია გეგონოთ რა, სიმონ, ამიტიში. აი ასე მოჩათ ევანდელი ჩემი ვიდეო და 20 საათზე დაიდება მეორე ეპიზოდი. თუ მალე ვარ, თუ პეთესი უმალო მერავიდე, იმიტომ მალე დავდებ აქ. ეს იყო ურეკავდა ვაგნერის პირველი ეპიზოდი. ნახვამდის. კარგად იყავით, გამოჯერთ ახი და ლაიქეთ ვიდეო.